რა განსხვავებაა ნეკრომაგიასა და უბრალო გაკეთებულ ჯადოს შორის ადამიანზე? ვინც ფიქრობს, მეგობრებო, რომ ჯადოს ნეკრომაგიას აკეთებენ მხოლოდ ეხლა 21 საუკუნეში, ცდებით. თუ ვინც ფიქრობს, რომ 21 საუკუნეში მხოლოდ ეხლა დადიან სასაფლაოზე ადამიანები, გოგონები, რა ვიცი, ღამე რო გაიაროთ სასაფლაოზე ჯიპებით სავსეა, სასაფლაოს წინა ადგილები და გვიან ღამე 4 საათამდე, ცდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენი ბებიების, პაპების და იმათი კიდევ დედების და მამების ასე ვთქვათ კატეგორიაშიც ძალიან პოპულარული იყო ნეკრომაგია. ნეკრომაგიით შეიძლება მაშინ არ იყო ცნობილი, მაგრამ მაშინ ყველაზე პოპულარული იყო საფლავში მკვდრისათვის გატანება ნივთების. და თქვენ არ დაიჯეროთ, რომ მაშინ იმ დონეზე იყო ხალხი გამოშტერებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ არ იცოდა რას აკეთებდნენ. მეგობრებო, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ერი იმ დონის ჭკვიანი იყო ყოველთვის, იმიტომაც მოვედით აქამდე ჩვენი მხატვრობით, მწერლობით და მეფეებით და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა მიცვალებულებს, აი ფილმებშიც არის გადაღებული, რომ აი ის ჩაატანე ფული გაატანე, რამეს იყიდეს, ყველამ იცოდა, რომ ფულით იქ არავინ არაფერს არ იყიდიდა და იქ წასული ადამიანი უკან არასოდეს არ მობრუნდებოდა. ამ ფულს ატანდნენ მეზობლების ფულს, თავისი მტრების ნივთებს, სავარცხელს, ცხვირსახოცი ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ ადრე ყველა ადამიანი ცხვირსახოცს ხმარობდა, არ იყო ერთჯერადები და ამიტომაც არის, რომ ამის მერე მათ შვილიშვილებს ვისაც უკეთებდნენ და მთელ თაობას ლამის მოჯადოებული და გაუბედურებული დადის. მოკლედ, ძალიან პოპულარული იყო ადრე და ხელმისაწვდომი და ეხლაც ძალიან პოპულარულია, ბოროტი ადამიანები მუდმივად იქნებიან და მუდმივად აკეთებენ ჯადოს. ზუსტად ამიტომაც არის, რომ ბებიისაგან, პაპისაგან, რომლებიც ხო შეიძლებოდა, რომ თქვენ პაპას მაგალითად მოეტყუებინა სხვა ქალი, ცოლად არ მოეყვანა, ან თქვენ ბებიას ვეღაცა გაელანძღა, დაეწყევლა და მის მტერს გაეკეთებინა მისთვის ჯადო. დიახ, ზუსტად იმიტომაც არის, რომ ეს ადამიანები უბედურდებიან და მათი შთამომავლებიც უბედურდებიან, სანამ ჯადოს არ მოიხსნიან.